მწვავე დისკუსია მიდიოდა აქ რეკლამის დროსაც დაგვრჩა ზუსტად 3 წუთი, ამიტომ ნახევარ წუთს გითმობ თითოეულ თქვენგანს. ვიწყებ თქვენგან დიმიტრი, რა პროგნოზს გააკეთებდით? აი მოვიდა უკვე ახალი წელი, დაიწყება რეფორმების განხორციელება, პრემიერმა სრული პასუხისმგებლობა აიღო და თქვენი პროგნოზი. მოდი ინგა ესე ვთქვათ რა, რამ გამოიწვია პროტესტის გრძნობა ნაციონალურ მოძრაობის დროს ადამიანებში, ხო? ეს იყო ის, რომ ხელისუფლება უბრალოდ აღარ უსმენდა ხალხს და ისინი გამოვიდნენ გარეთ და ნაციონალურ მოძრაობას დარჩა ერთადერთი ბერკეტი, გამოიყენებინა ძალა. იგივე ვითარება არის დღეს ქვეყანაში ქართული ოცნება, ან იძულებული გახდება გამოიყენოს ძალა, ან თუ არა ადამიანები მოითხოვენ ვადამდე საპარლამენტო არჩევნების რომ სოციალური საბაბით, ეკონომიკური სოციალური პრობლემების გამო მღელვარების ტალღა წინააღმდეგ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება წამოვიდეს? რა თქმა უნდა, ინგა, ეხლა ჩვენ ვისმენთ, რომ თითქოს 10%-ით მცირდება ბიუჯეტი, მაგრამ ვინც ჩახედავს ამ ბიუჯეტს, მიხვდება, რომ მაქსიმუმ 5%-ით შემცირდეს ეს ბიუჯეტი და ამასთან ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ სამომხმარებლო ხარჯი იზრდება 200 მილიონით. ანუ რას ნიშნავს ეს? მინისტრების მივლინებებს, ჭამას მას, ანუ რესტორნის ხარჯებს, მათი ბენზინით უზრუნველყოფას. ეს ადამიანები არ იკლებენ არაფერს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე კამრები უნდა შემოვიჭიროთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ რეალური პროტესტის გრძნობა და ისინი აუცილებლად გამოვლენ გარეთ, თუ ხელისუფლებამ არ დაიწყო მათი მოსმენა. დიმიტრი ბიძინაშვილი იყო ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი წარმატებები. თქვენ დიმიტრი, მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ბატონო ბენო, ასევე მოკლედ გთხოვთ თქვენი პროგნოზი გითხრათ ახლა პირდაპირ ეთერში, რას ელოდებით თქვენ? ჩემი ცოდნით, ინტუიციით, იმ გარემო, რომელიც შექმნილია ჩვენს გარშემო, ველოდები, რომ მომავალი წლები იქნება საკმაოდ ფორსირებულად დაძაბულ სიტუაციაში წარმართული ზუსტად იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც შესთავაზა ქართულმა ოცნება ამომრჩეველს, ჩემნაირ ადამიანებს, თუგინ ჩემნაირ ბიზნესმენებს, მე ვიცი, რომ შემდეგი წლიდან შემიმცირდება გადასახადი, თუ ჩემს მოგებას მე რეინვესტიციისკენ მიმართავ, მე ვიცი, რომ ჩემნაირად მოიქცევა ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი, ჩემნაირად მოიქცევა სოფო წეღან თქვა, მე თანაუგრძნობ ყველა იმ ადამიანს არა ამ სიტყვებით, არამედ აი შემიძლია პირადად გითხრათ შეხვედრით და გარკვეული თანადგომით, არა მარტო სადღეგრძელოთი. ერთ რამეს დავამატებ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. გამოსვლის ფონზედაც კი ეს გამოსვლა ამერიკაშიდაც ხდება, იაპონიაშიდაც და ევროპაში და გამოსვლის ფონზედაც კი არანაირი მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან მთავრობა საკმაოდ ძლიერია, მისი ეკონომიური გუნდი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კიდე საძილე არტერიაა ჩვენი ქვეყნისათვის, ფუძია იმ 4-პუნქტიანი გეგმის და გარწმუნებით გეუბნებით, რომ ამის შედეგი დადგება არა პირველ წელს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ აი ამ არჩევნების ბოლო იქნება გაცილებით იოლი და გასაგები ყველა იმ ამომრჩევლისათვის. ბოლოს დავძენ ინგა ერთი წინადადებით, სხვა არაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბიზნესის ერთ-ერთი მიმართულება არის ღვინის სფეროში, სადაც საქართველოს 8000 წლიანი ისტორია გააჩნია. ყველაფრის გაპამპულავება შეიძლება, ყველაფრის დაცინვა, ან ყველაფრის გაბერვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს კომპანიას, სადაც აი ამ ბიზნესში დაახლოებით 50 ადამიანი ყავს დასაქმებული, დამერწმუნეთ, რომ გაცილებით დიდი თანხა დახარჯული ვიდრე 7200 ლარი და შემიძლია ნებისმიერ ჟურნალისტს მივაწოდე ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ჩატარებული აქვს საქართველოს ღვინის ასოციაციას. ბატონო ბენო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან, საინტერესო რამ თქვით, საძილე არტერიაო, ეკონომიკური გუნდიო, ანუ ეკონომიკურ გუნდზე დგას ჩვენი მთავრობაო, გამახსენდა მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დროს ხერხემალი რომ იყო, ვანო მერაბიშვილი, ეს ხატოვანი შედარებები როგორც ჩანს მე ძალოვანი სტრუქტურა არ მიხსენებია. ვიცი, არა, ეს თქვი ზუსტად, ანუ მაშინ იყო ხერხემალი თქო, ვანო, ეხლა საძილე არტერია აღმოჩნდა კვირიკაშვილი. ნახვამდის, მადლობა თქვენ 20 წამს გაძლევთ, უნდა მაპატიოთ არჩილ თქვენ და დაასრულებს. მე პირველი რომ არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე ესეთი მღელვარება დაიწყო სოციალური და ამიტომაც ყოველდღე უკიჟინებ ხელისუფლებას, რომ აი ეს ბატონ ბენოსავით არ გაქვთ, მაგრამ მოლოდინი გაქვთ? არა, არ მაქვს არც მოლოდინი, იმიტომ რომ სოციალური სოლიდარობის დონე ჩვენთან ძალიან დაბალია და სახელმწიფო
სექტორის მიერ მიმართული ეს სტრატეგია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჩემ პროფესია ეგ არის, მაგის მეტი რა ვიცი. ისე განაწილებული, რომ უკმაყოფილოები დატოვენ ესე ჯგუფ და ასე ვთქვათ, ერთმანეთს სოლიდარობა არ გამოხატონ და კიდევ ერთი, მე ვფიქრობ, რომ აქციების საჭიროება ყოველთვის არის, ოღონდ ჩვენ არ ვიცით და ჩვენმა ოპოზიციამ, იმიტომ რომ მუდმივად დემაგოგიის რეჟიმში გადადიან, ურტყამენ ყველაფერს, რასაც არ უნდა დაარტყან. არიციან აქციების ჩატარება. აქცია შეიძლება ჩაატარო კონკრეტულად, თქვათ, დადგე და ევაჭრო ხელისუფლებას აქციით, ვიტყვი უბრალოდ ინგად, რომ უთხრა რომ აქციზი 250-დან 500-მდე რო გაზარდე, ეს გააპროტესტო, იქნება კომპრომისზე წამოიყვანო ხელისუფლება 300 სიტყვაზე. უთხრა რაღაცა კონკრეტ საპროტესტო აქციას აქვს თავის მიზნე, თავის ფუნქციები. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს შესაძლოა ერთადერთი რაც დადებითი მთელ ამ პროცესში არის, რომ თუნდაც პროტესტის განვითარება ვისწავლოთ სწორად და სწორად შეტყობინებების გამოხატვა და ხელისუფლებასთან ურთიერთობა და ყველაზე მთავარი რაც არ ქონია სააკაშვილს ყავდეს უნდა ხელისუფლებას ბევრი კრიტიკოსი იმისათვის რომ გაამჯობესოს მუშაობა. მადლობა დიდი სოფო 10 წამში უნდა ჩავედიო. მოკეთ რა კარგია რომ კარგი ჟურნალისტი ხარ, რას ნიშნავს შენ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს გაუსვი ხაზი. ხერხემალი აღარ არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ხერხემალი ამ ქვეყნის არის ეკონომიკური გუნდი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შენ ყველაზე კარგი რეზუმე გააკეთე ამ გადაცემის. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. მე მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. საპროტესტო აქციებზე საუბრობდა ეხლა არჩილდა, მაგალითად მიდის საპროტესტო აქცია სტუდენტების რუსთავის მერიასთან და სტუდენტები ეჭიდავებიან მერიას, რომ ეგ სტუდენტური ტარიფი დაგვიწესოთ, იმიტომ რომ გაძვირდა მათთვის ცხოვრება. მე მოვისმინე გუშინ თუ არ ვწდები კურიერში იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას ინტერვიუ, არ მუშაობენ ჩემი მშობლები, არ არიან ისინი დასაქმებულები და გაძვირებულ მგზავრობას უბრალოდ ვეღარ გაუძლებთ ჩემი ოჯახი და იძულებული ვიქნები რომ სწავლა შევწყვიტო ასეთ მდგომარეობაშიც კი, ამიტომ ამ საპროტესტო განცხადებებს თუ კი ისმენს